მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასაუბრებელს მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ეს ძალიან სასიამოვნოა და მიხარია თუ კი ვინმეს რამეთი ეხმარებით, თუნდაც ესე საჯარო გაშლით მაინც. რამე ინფორმაციულად არის თქვენთვის სასიამოვნო, საჭირო. ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო და დღეს რაღაც ესეთი გაშლა მინდა გავაკეთო. ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვები, რომ აი ვერ ვიგებ მაინც რა მიშლის ხელს ურთიერთობაში, ხო, რატო ვარ ესეთ რაღაცა გაურკვევლობაში. მოდით იცით როგორ გავაკეთოთ ორ ვარიანტად. ვნახოთ კონკრეტულად რა ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან და რა გიშლით ხელს იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები და იმისთვის, რომ რაღაცა ურთიერთობა დავაგდეს, ხო? მოკლედ, პირველი ვარიანტი ურთიერთობა, რა ურთიერთობა გაქვთ? მეორე ვარიანტი, ორ ვარიანტად გავაკეთოთ. რა ურთიერთობები გაქვთ და დავიხმაროთ. მოდით ესეთი მარწყვი იყოს ერთი და მეორე იყოს ერთი ანგელოზის სანთელი. მარწყვი და ანგელოზი. პირველი და მეორე, ნახოთ რა სიტუაცია ახლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში და როგორ უნდა, ანუ რა გიშლით ხელს იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს თქვენი ურთიერთობა, ხო? როცა ესეთი გაშლა გავაკეთოთ. იმედია ჩაიფიქრეთ, რომელი ვარიანტიც გინდათ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, პირველი ვარიანტი, ვინც ერჩია მარწყვი, ნახოთ რა ურთიერთობა გაქვთ. სხვათა შორის ვერ ვიტყოდი, რომ რაღაცა ესეთი ცუდი ურთიერთობა გაქვთ. მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ, სადაც აქ შესაძლებელია, რომ იყოს რაღაცა ოჯახური მდგომარეობაც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში აქ აშკარად არის დაფასებული ურთიერთობა, აქ არის რაღაც სწორი ურთიერთობა, როგორც ჩანს, მაგრამ მე მგონი აქ ნახეთ როგორი რა ურთიერთობა გაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ აქ არის ისეთი რეალურად გაქვთ დაფასებული ურთიერთობა, მაგრამ რაღაცა არ ხართ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ. ესე ვიტყოდი. არ ხართ კმაყოფილი იმ სიტუაციით, რაც ხართ. შეიძლება ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება ძალიან კარგი დამოკიდებულება გაქვთ, ძალიან კარგად მეგობრობთ, ძალიან კარგად ეთავსებით, ხო, სხვადასხვა სიტუაციაში ამ ადამიანის პარტნიორს, რომელიც ჩაიფიქრეთ, მაგრამ ცოტა უფრო მეტი გინდათ ურთიერთობაში. თუ თქვენი ურთიერთობა არის რაღაც მეგობრული, შევხვდით, გავისეირნეთ, ყავადავლიეთ, ვილაპარაკეთ, სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ, ხო, რაღაც სიტუაციურად, მაგრამ მაინც არ მყოფნის, იმიტომ რომ თქვათ, გინდათ, რომ იყოთ მისი მეუღლე, ხო, რაღაცა იყოს თქვენს გვერდით, უფრო მეტი სიტუაცია იყოს, ხო, რაღაცა არის ესეთი სიტუაცია, რაც არ ყოფნით, ესე რომ ვთქვათ. იცით რა არის, აქ თითქოს ადამიანს უნდა, რომ ყველაფერი იყოს მის კონტროლში, მის ხელთ, ესე რომ ვთქვათ, ხო, აი მარჯვიწადი მარჯვიწავა, მარცხნივ მარცხნივ. აქ ურთიერთობა როგორი მომენტია და აი რა ურთიერთობა ხარ ამ ეტაპზე, თითქოს რაღაცა ვინ ვისაჯობებთ კიდევაც ეს მომენტიც არის. ნახეთ, აქ მე მგონი არ უთმობთ ერთმანეთს, ნახეთ რა მომენტს თქვენ გინდათ შეიძლება ითქვას რაღაცა უცებ შეიცვალოს კურსი და ოჯახური ურთიერთობა მიიღოთ ან რაღაც სხვა საფეხურზე გადახვიდეთ, მაგრამ ადამიანს არ უნდა, ხო? რაღაც პატარა ესეთი მანიპულატორული მდგომარეობები მიმდინარეობს თქვენს ურთიერთობაში. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან დაფასებული ხარ, ძალიან კარგად ანუ საკმაოდ გიჭირავთ ხელში ეს ადამიანი და მოვიცი ხა ცოტა რო აცადოთ, მე მგონი კარგი იქნება. ნახოთ, აბა, აშკარად თქვენს ურთიერთობაში მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ცუდი არის, მაგრამ აი აქ უბრალოდ სირთულე არის იმისი, რომ რაღაცა სხვა ეტაპი გვინდა, აი სხვა რაღაცა გვინდა რა, აი ეს არ არის ის, რაც ყოფნის, ხო, ურთიერთობაში, რაც ახლა გვაქვს.
კარგით, ნახოთ აბა. რა გიშკითხავ? აი ნახეთ, რა გიშლით ხელს ამ სიტუაციას, ანუ თქვენს ურთიერთობაში ესე გეტყოდით რა, რომ ცოტა ხო არ ჩქარავთ ურთიერთობას, რაღაცა აქ ესეთი სიტუაცია მგონია, რომ აქ ურთიერთობა დიდი ხნის არ არის. აქ ნახეთ, ადამიანს ჯერჯერობით თქვენს მიმართ აქ რაღაცა ცოტა ესეთი ეიფორიული მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ნუ რაღაცა უნდა რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ, ხო, რაღაცა პირიქით, აი თითქოს როგორი მომენტია იცით, რომ თქვენ რაც გინდათ, თითქოს არეუბნებით ამ ადამიანს და ნახეთ თქვენს თავში რაღაცა გეგმებს აწყობთ, თქვენს თავში რაღაცა ილუზიებს ქმნით. რა გიშლით ისეთ ხელს თქვენი ურთიერთობის წინ წაყვანაზე, რომ პირველი ის არის, რომ რაც გაქვთ იმას ირგებთ, მაპატიეთ, რომ გეუბნებით ესე, მაგრამ აი რაც არის ამ ეტაპზე, ამის მეტის შემოთავაზების მდგომარეობა იქნებ ჯერ არ შეუძლია ამ ადამიანს, ხო? მოდით რაღაცნაირად დაუკმაყოფილდეთ, ხო, რაღაცა აი ამაზე, რასაც გვთავაზობთ. და მეორე მომენტი რა არის იცით, რომ ადამიანს არ ეუბნებით და არ ელაპარაკებით თქვენს სურვილზე თუნდაც. ნუ თუ გინდათ რომ წინ წახვიდეთ, ხო და თქვათ სხვა, რა ვიცი, ცოლობა გთხოვოთ, ქმრობა გთხოვოთ თუ რა ვიცი, რაღაცა სხვა შემოგთავაზოთ, თითქოს აქ რაღაცა მომენტში გეტყვით, რომ მიანიშნეთ მაინც ბოლო-ბოლო, რომ რაი რაღაცა სად მიდის ჩვენი ურთიერთობა, ან რას აპირებ, ან ყოველ შემთხვევაში აი თქვენთან არის კომუნიკაციის პრობლემა, ესე ვიტყოდი. აქ არის როგორ იცით, თქვენ სდუმ ხართ, იცით სდუმს, კი, რაღაცა იხარჯებით ერთმანეთისთვის ურთიერთობაში, რაღაცნაირად, მაგრამ დაიღალეთ და ურთიერთობა რაღაცა იცით როგორ აი ნახეთ, ახალი ურთიერთობა, მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს, ეს არის ახალი ურთიერთობა, რომელიც უკვე დაიღალა. აი, რომელიც უკვე დაპაუსტა, ხვდებით? აი, ოღონდ ეს ყველაფერი არის იქედან გამომდინარე, რომ ერთმანეთთან საუბარი გიჭირთ. ყველაფერზე საუბრობთ, ყველაფერზე შეგიძლიათ კარგად გაშალოთ თემები, მაგრამ თქვენს ურთიერთობაზე კონკრეტულად სად მიდიხართ, რა ფუნქცია გაქვთ ან ერთს ან მეორეს ერთმანეთის ცხოვრებაში, თითქოს რაღაცა არ ესაუბრებით ამაზე, ხო? აი რაღაცნაირად თითქოს მარტო მოლოდინების მომენტი, აი ნახეთ, მეორე მომენტი იცით რა არის კიდე, რა გიშლით ხელს კიდე ეს არის რომ მოლოდინები გიშლით, აი შეიძლება ამ ადამიანისგან იმისთან რამეს ელოდებით, რისი შემოთავაზებაც ფიზიკურად არ შეუძლია ამ ადამიანს, ხვდებით? არ აქვს იმისი სახსრები, რომ ეხლა ამ ეტაპზე რაღაცა თავისი პრობლემები აქვს, ხო, რომელიც მოსაგვარებია, რაღაცა სიტუაცია აქვს, მაგრამ რეალურად აქ როგორ არის იცით, აი თითქოს ერთმანეთს გაურბიხართ. უბრალოდ რაღაცა მე ესე მეგონა, მე ესე ვიფიქრე, მე ესე მომინდა, აი თქვენი ურთიერთობა რომ განვითარდეს და თქვენი ურთიერთობა რომ აღდგეს, ნახეთ, სწორი ენერგიები უნდა გაცვალოთ, ანუ რაცაც ის ჩადებს, იგივე დააბრუნოთ თქვენს, რასაც მისცემთ, იგივე დააბრუნოს იმან. ან იმაზე მეტი არ მისცეთ, რასაც ის ვერ დაგიბრუნებთ და იმაზე მეტი არ მოითხოვოთ, რისი გაცემაც არ შეგიძლიათ, ხო? აი ნახეთ, თქვენი ურთიერთობის მდგომარეობის პრობლემა არის კონკრეტულად ზუსტად ის მომენტი, რომ ილუზიებს ვიქმნით, არ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, დაღლილები ვართ უკვე რაღაცა ურთიერთობის მიუხედავად იმისა, რომ ახალი ეტაპია, არ ვიცი რატომღაც ესე ვთვლი, რომ ეს არის ახალი ეტაპი ურთიერთობის, დაღლილები ვართ უკვე ამ ურთიერთობით, რაღაცა გადაწყვეტილება გვინდა მივიღოთ და ნახეთ, არ გამოდის. ისაუბრეთ მეტი
კომუნიკაცია ერთმანეთთან, მეტი ენერგია ერთმანეთთან, მეტი შეხვედრები, მეტი ღიმილი, მეტი სითბო, ხო, რაღაცნაირად და ეცადეთ რომ იშრომოთ ერთობლივად ურთიერთობაზე, ერთობლივად მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, ერთობლივად, რაც მეტად ისაუბრებთ და განიხილავთ ერთმანეთთან ყველაფერს, მით მეტად მარტივად დაალაგებთ ურთიერთობას და მით მეტად მარტივად გამოგივათ ყველაფერი. აი ეს არის პირველი ვარიანტი, ისე რომ თქვენი ურთიერთობის გამოსწორება, თქვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე წაყვანა არის კონკრეტულად თქვენზე დამოკიდებული, თქვენს პარტნიორთან მიმართებაში დამოკიდებული, საუბრის და არასწორი ilūziები არ უნდა შევიქმნათ, ხო, რაღაცა თუნდაც ოცნება უნდა იყოს იმ ჩარჩოში, რომლის ასრულებას შეგვეძლება, ხო, მთლად ისეთი ოცნებებიც არ უნდა დავისახოთ, რომელიც უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხერხდება, ხო, რაღაცა აი ეს მომენტია. კარგი, პირველი ვარიანტი. მგონი მივხვდით, ვისთვისაც სწორი ინფორმაცია დამიწერეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ აი ესეთ სიტუაციაში ყოველთვის საინტერესოა ხოლმე, რამდენად სწორად ვიგებ და ვგაძლევთ ინფორმაციებს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ვინც ერთია. ნახოთ. რა ხდება ახლა თქვენთან ურთიერთობაში, აქ თითქოს. მეორე ვარიანტი. აქ უკვე წასული ურთიერთობა მობრძანდა. აქ არის ურთიერთობა, სადაც ყველაფერი მოტოვებული არის წარსულში, მაგრამ გვინდა გაახლება, გვინდა განახლება და თითქოს გვინდა რომ ყველაფერი თავიდან ცადოთ, ხო? რაღაცა მივცეთ შანსი ადამიანს, რომელიც თქვათ წასულია ახლა. შეიძლება დაბრუნება უნდა, შეიძლება რაღაცა თქვენ გინდათ დაიბრუნოთ ეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, რომელიც ითხოვს აღდგენას, ესე ვიტყოდი, ხო? წასული ურთიერთობა, რომელიც ითხოვს აღდგენას. კარგით, ნახოთ აბა რა შეიძლება რით შეიძლება აღადგინოთ ეს ურთიერთობა. რით შეიძლება რომ აღადგინოთ ეს ურთიერთობა. ნახეთ, რით შეიძლება რომ აღადგინოთ ეს ურთიერთობა, გეტყვით იმას, რომ აქ შორიდან ყურება და მოლოდინები, აქ ნახეთ როგორი მომენტია, როგორ შეიძლება რომ აღადგინოთ ეს ურთიერთობა. თუ ესე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა თქვენთვის, რომელიც არის წარსულის ურთიერთობა და გინდათ ამ ურთიერთობის წინ წასვლა, რაღაც მომენტში გეტყოდით იმას, რომ შეიძლება რომ გადაიდგას ნაბიჯი. მაგრამ ნახეთ, ნაბიჯის გადათქმამდე თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ საერთოდ რა გინდათ. იცით როგორი მომენტი არის, აი თქვენს ურთიერთობის განახლების მდგომარეობა, ეს შანსები შეიძლება არის კიდევაც და ნახეთ, შეიძლება გამოჩნდა კიდევაც ეს ადამიანი, ან რაღაცა მინიშნება მოგცეთ, ან რაღაცა თქვენ მიეცით მინიშნება და შეახსენეთ თავი, ხო? აი წარსული ურთიერთობის განახლების მდგომარეობა ერთადერთი სიტუაცია ის არის, რომ დაიწყოთ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავთან მუშაობა იმისი, რომ რა გინდათ. რამდენად ხართ მზად, რომ დაელოდოთ სიტუაციას, რომელიც არის რაღაცა ჩიხში შესული, ხო? რამდენად ხართ იმისთვის მზად, რომ დაელოდოთ ადამიანს, რომელიც არის უმოქმედო, შეიძლება კი უყვარხართ, კი ნახეთ, მოგცათ ნიშანი, აქ ხო გეუბნებთ აქ რაღაც აღდგენის მომენტია, დაბრუნების მომენტია და მოგცათ ნიშანი, რომ აი მე მინდა რომ დაბრუნდე და იქნება მიმიღო, ხო? მაგრამ ნახეთ, ქმედება
ცოტა რთულია. რთულია რა მხრივ? ადამიანს შეება უნდა თქვენსკენ მოსვლა, მაგრამ მაინც ვერ დგავს ბოლომდე ნაბიჯს, მაინც ვერ აკეთებს გადაწყვეტილებას, რომ დაარღვიოს თავისი ეს რაღაცა შთიშორე, ხო? თქვენ თუ ხართ იმისთვის, რომ დაელოდოთ ამ ადამიანს და მის უმოქმედობას, როდის იმოქმედებს, არ ვიცი, მაგრამ აქ თქვენ თვითონაც არ ხართ თქოს ჩამოყალიბებულები, იცით? აქ თქვენ თვითონაც გჭირდებათ მდგომარეობაში გარკვევა. მოდით ესე გეტყვით, აქ უკვე სამკუთხედი ურთიერთობის მდგომარეობა შეიძლება იყოს, ნახეთ, არსებობდეს უკვე ადამიანი თქვენთან გამოჩენილი, ნახეთ რა მდგომარეობით, რაღაცა მეგობრული სიტუაციით, რაღაცა ახალი ეტაპის, რაღაცა სიტუაციურად, ხო, რაღაცა იქ თანამშრომელი, რომელიც გეფანცვალებათ, იქ მეზობელი ახალი, რომელიც გადმოვიდა თქვენთან საცხოვრებლად და რაღაც მანქანა დაგიზიანათ და შეგიკეთათ და თქვათ რაღაც ნომრები გაცვალეთ, ხო, იქ რაღაცა უბრალოდ ერთი და იგივე მაღაზიაში შედიხართ და იქ ვიღაცას მოეწონეთ, ხო, რაღაცა ხშირად ხვდებით ადამიანს. შეიძლება თქვენ შეტყობთან უკვე არის გამოჩენილი რაღაცა სიტუაციაც და ორ ადამიანს შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. თქვენ თუ გინდათ რომ ის ურთიერთობა დაიბრუნოთ და წარსული ურთიერთობის განახლება მოახდინოთ, ჯერ უნდა გადაწყვეტოთ რა გინდათ კონკრეტულად და მერე დაიწყოთ მოქმედება, მერე დაიწყოთ წინ ნაბიჯების გადადგმა და არჩევანის ანუ თქვენი ენერგიების ჩადებაც მე უკვე ურთიერთობაში, ხო, თქვათ, კი ბატონო, მოგძანდი, მე დაგელოდები, მე დაგიცდი, თქვათ, რაღაცა რა დროც დაგჭირდება იმ დრომდე ვიქნები ასე მონაზონის მდგომარეობაში, მხოლოდ ლოცვაში და ფანჯარასთან დაგელოდები, რაღაც, აი ეს მომენტი თუ თქვენთვის მისაღები არის, კი ბატონო, ეს ურთიერთობა შეიძლება აღდგეს, მაგრამ მანამდე თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ხართ თუ არა მზად იმისთვის, რომ დაიბრუნოთ წარსული ურთიერთობა. ოღონდ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ურთიერთობის აღდგენისთვის საკმაოდ დრო დასჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცოტა მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნება უნდა, მაინც უმოქმედებები ექნება, ესე ვიტყოდი, ხო? უმოქმედოდ იმოქმედებს. ანუ გეტყვით, მაგრამ არ იმოქმედებს. თუმცა, აქ უფრო თქვენს გადაწყვეტილებაზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და თქვენ როგორ გადაწყვეტოთ, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ. ესე რომ მეორე ვარიანტი თუ თქვენ ურთიერთობის განახლება და სხვა ეტაპზე გადაყვანა გინდათ, მიიღეთ გადაწყვეტილება და დაელოდეთ. როდის იმოქმედებს მერე უკვე თვითონ ის ადამიანი თავისი უმოქმედო ქმედებით. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გავანებით, არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი და გააკეთეთ არჩევანი. ეს არჩევანი აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში თქვენ გამოერკვათ, ვისთან გინდათ და რა გინდათ. და ისე გადადგათ ნაბიჯები. მეორე ვარიანტი. შემეხმიანეთ ძალიან საინტერესო არის. გვინდა გიბრუნდათ და ვის მოუნდა თქვენთან დაბრუნება. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერებას ითხოვ თქვენთაგანს და სწორი ადამიანები ყოფილიყო ყოველთვის თქვენს გვერდით. წარმატებები.